ღამემშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენ სოციალურ მდგომარეობაზე, საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. და ბუნებრივია, ეხლა მე უფრო ემოციები მაქვს და უშუალოდ და არ ვარ ამ საქმის ექსპერტი და სპეციალისტი განათლებით, ამიტომ მოვიწვიე ჩვენთან ბატონი დავით გალიგაშვილი, რომელიც ამ ჩემს ემოციებს უკვე საქმიან ჩემი ემოციების ფონზე საქმიანად ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობა. მადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი და აი მე მინდა გკითხოთ რომ რა გველის ჩვენ. ესე იგი მე არ მეგულება კიდე და რომც იყოს ეგ ჩემთვის შეღავათი არ არის, საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია სოციალურად. ეს მხოლოდ ჩემი ემოციაა თუ ეს ნამდვილად ესეა ბატონო დავით? საქართველოს მოსახლეობა არის აბსოლუტურად დაუცველი. მას არ გააჩნია პერსპექტივა შემოსავლების მიღებისა და გაზრდისა, განათლების მიღებისა. არ გააჩნია საქართველოს მოსახლეობას გარკვეულ თორე არ გულისხმობთ ალბათ იმათ, ვის ჯიბეშიც მიდის ყველაფერი. რამდენია მასეთი 1%-ზე მეტი კი არა. 1%-ია სულ. ნახევარზე მეტი პრაქტიკულად მიუახლოვდა შიმშილობის ზღვარს მოსახლეობა. ვინც მუშაობს და ვინც არ მუშაობს, მე ყველა მყავს ხედელობაში, ის რაც რჩება კიდევ მეორე ნახევარი იმ 5-10%-ის გარდა, უკვე თვიდან თვემდე რო თავი გავიტანოს, იმ ზომაზეა მისული და სურათი უარესდება და უარესდება. არც ჩანს მომავალი რა შეიძლება რომ გაუმჯობესდეს. და ვერც ვისმენ და ვერც ვიგებთ, იმიტომ რომ რამდენადაც მონდომებული არ უნდა იყოს ჩვენ დღევანდელი ხელისუფლება რომ ფასები შეამციროს, ეკონომიკა რომ გაზარდოს და კიდევ კარგი საქმეები დაანახოს თავის მოსახლეობას, ისინი ამასაც კი ვეღარ გვეუბნებიან. იმიტომ რომ ზად არ აღმოჩნდნენ იმ ვითარებისთვის, რაც დღეს სოფლიოშია და ის რაც უკვე ქვეყანაში გამეფებულია პოლიტიკური სიღატაკე, პოლიტიკური ძალების არარსებობა და აღარ არსებობა და ამას კიდევ დაემატა ისევ ხელისუფლების წინა შემადგენლობის კორუფციის გამო ციხეში ჩასმა. რომელ პერსპექტივაზეა ლაპარაკი? აი ნახეთ ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება და მე მიკვირს თუ ჯერას ვინმე საქართველოში ხელისუფლება ვითომ ძალიან ცდილობს რომ ფასების დარეგულირება მოახდინოს, დააწევინოს ფასები და უშუალოდ ხომ იგივე წამლებზე, პროდუქტებზე, ამ დროს გვიძვირდება ჩვენ 5 თეთრით ელექტროენერგია და კომპანიებს 4-დან 6 თეთრამდე. ანუ ეს ხო ნიშნავს თავისთავად რომ პური გაძვირდება. ის ელემენტარული პროდუქტი გაძვირდება. მაშინ ვისატყუებენ და მე მიკვირს ახლა რატომ ჯერათ ესე, როცა აბსოლუტურად სხვა რაღაცაა დღის წესრიგში და თან მე მახსოვს გაზის გაძვირებაზეც ხო გახსოვთ, იყო საუბარი და გადადეს რომ ახლა ამის დრო არ არის ზამთარში. ანუ შეიძლება არ არის გასაკვირი რომ გაზით გაგვიძვიროთ. მაშინ როგორ შეიძლება ფასების დაუშვათ რაღაც დაწევაზე საუბარი? ვისატყუებენ თუ ეს ხალხი დება და არ ვიცი აწყობს ესეთ იმაში რა ქვია სიცრუეში ცხოვრება? არავინ არ ტყუდება ხალბატონო ნინო. ადამიანებს ვეღარ მოატყუილებ. ქართველებმა 30 წლიანი კიდევ უფრო მეტი პერიოდი გამოიარეს, როდესაც გამოიბრძმდნენ ამდენ ტყუილში. ვეღარ მოატყუილებ შენ საქართველოს მოსახლეობას ვერანაირად. ამიტომ მე ურჩევ ხელისუფლებას თავი დაანებონ იმ ბაქიბუქს რომ შეძლებენ ფასების დაწევას, შეძლებენ შემოსავლების გაზრდას, რომ ეკონომიკა იზრდება და კაი მდგომარეობაა ჩვენ. და ეს ეკონომიკური აღმავლობა საიდან მოაქვს? ამასაც ტყუია. ნახეთ ხალბატონო როგორ ხდება ეს ეკონომიკური აღმავლობა, როგორც ითვლება დღეს საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გამრუდებული რამ. აი ეს არის ტყუილი ზუსტად. როგორ იზრდება? შენ როცა ამბობ რომ ამდენი პროცენტ ეკონომიკა გაიზარდა და მეუნევი ციფრებს, ეს ციფრები არ შეესაბამება რეალობას. როდესაც შენ დენს გაზრდი 5 თეთრით. თუ აქამდე მოსახლეობა შენ გიხდი და პირობითად 2 მილიარდ ლარს, პირობითად ლაპარაკობ ხარ, რაც იყო გადასახადი დენში. და ამას დაუმატე შენ კიდევ 9 მილიარდი ლარი. რაც დენში უნდა გადავიხადოთ. შენ იტყვი რომ 20%-ით
გაიზარდა 25% გაიზარდა დენის ეკონომიკა, დენთან დაკავშირებული ეკონომიკა. იმიტომ რომ ფასი გაზარდა, ეკონომიკა არ გაზრდილა. დენი არ მომატებულა არ საიდან. ფასი გაზარდა შენი ფასები ზრდა, ეს არის манипуляცია, რომ თქვა რომ შენ ეკონომიკა გეზრდება. რომელი ეკონომიკა გეზრდება? უნდა ილაპარაკო მაშინ. წარმოება რომელი პროდუქციისა გაგეზარდა, რამდენი ტონა გქონდა, რა ხარისხისა იყო და ასე შემდეგ. როცა ამბობ რომ ჩვენ გვილაპარაკე ამაზე ბევრჯერ, როცა ამბობ რომ ჩვენ გვაქვს რეკორდული მოსავალი ხორბალში, გვაქვს რეკორდული მოსავალი ყურძენში. ჩვენ თქვით რომ ის რეკორდული მოსავალი რომ არის და აღემატება 10000-ობით ტონით წინა წლების მოსავალს, ის ყურძენი ღვინისთვის არ გამოდგება. შენ როდესაც შარშან გადაიხადე 220 მილიონი ლარი რომ ყურძენი შეგესყიდა ფერმერებისგან, მევენახეებისგან, ის იმდენად დაზიანებულია ამ ქიმიკატებით, მოუვლელობით, ამ აზოტოვანი სასუქების გაჟღენთით, რომ მოდის 20 ტონა, 18 ტონა, არ შეიძლება რომ ჰექტარზე ამდენი მოდიოდეს, 7 ტონას არ უნდა აღემატებოდეს, იქიდან ღვინო ვეღარ დგება. ის რაც 220 მილიონში იყიდეს და შემოიტანეს სახელმწიფოს საკუთრებაში ყურძენი, იქიდან ღვინო არ დამდგა და ვერ დააყენებენ. და ამას თვლიან ეკონომიკის ზრდაში. ამაშია პრობლემა. ხორბალზე ვილაპარაკოთ ისევ. როცა შენამობ რომ ჩვენ გქონდა 200.000 ტონა ხორბალი, იმ ხორბლიდან მარტო 5-10% არის ისიც კუსტარულად სასურსათო ხორბალი. დანარჩენი საფურაჟე ხორბალია. ის თლიანად მიდის მეფრინველობის ფაბრიკებში. ის არ გამოიყენება ფქვილის საწარმოებლად. ამაზე ლაპარაკი და ამბობენ რომ რეკორდული რაოდენობა არის ხორბლისა. ტყუილია ყველაფერი. რა ხორბალია არ გვეუბნები. ის რაც აწარმოეს ქართველებმა რატო აწარმოებს ასეთი ცუდი ხარისხის? ეს უკვე შემდეგი ეტაპებია, თუ ჩვენ როგორ გვექნება, მაგაზეც ვილაპარაკებთ. ზრდა, ეს არის ტყუილი პირდაპირ, არაფერი არ იზრდება საქართველოში. ტურიზმზე ვართ გადაბმულები და ტურიზმი, რომელ ტურიზმზე ხარ გადაბმულები? დუბაი რო იყო, ტურისტული მექა იყო მთელ მსოფლიოში. ერთ დღეში დამთავრდა ტურიზმი იმ არაბეთში. და ჩვენს ამის საფრთხის წინაშე რომ დავდგეთ, შემოსავალი საიდან გვექნება? არც კი ფიქრობენ, ტურიზმზე არის გადაბმული მთელი ეკონომიკის სამინისტრო. მეტი წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა გააკეთონ, გასა. იგი ჩამოეკიდა საქართველოს. საქართველოს ჩამოეკიდა ტურიზმს, რომელიც დარგი არ არის, ეს არ არის მაწარმოებელი დარგი. და იმ ტურისტებსაც ჩვენ აგონია, აი, რო ჩამოდიან თქვა რუსეთიდან ტურისტები. ისინი ყიდულობენ პროდუქტს, რომელიც შემოსულია რუსეთიდან. პური გინდა, ხორცი გინდა, რძის პროდუქტები გინდა, რუსეთმა გამოაგზავნა საქართველოში. რუსები ჩამოვიდნენ, იყიდეს თავიანთი პროდუქცია და რაც ფული შემოიტანეს, ის ფული წავიდა ისევ რუსეთში. როცა შეგიძლია რომ შენ აწარმოო პურის, ხორცის და რძეს. ჩვენი ხორციც არა გვაქვს, ანუ ჩვენი ხორცი გვაქვს ძალიან ცოტა. ის რაც ცოტა გულისხმობ რა საქართველოში რჩება. ის რაც საუკეთესო ხარისხის ხორცია 100 კილოგრამამდე მაგალითად, აი, ჯერ რომ არ დასრულებულა ზრდა საქონლისა, ხო? ჯერ კიდევ ახალგაზრდა საქონელი, ისინი იკვლება და უცხოეთში გადის, რომ სასწრაფოდ გაიყიდოს. იმას არტოვებენ საქართველოში და საქართველოში მის ნაცვლად შემოდის გაყინული წინა 1000 წლეულში სადღაც გაყინული ხორცი, რომელიც უკვე პრაქტიკულად არაფერს აღარ გაძლევს შენს ორგანიზმს, ის უბრალოდ გატყუილებს რომ შენ შემშელობა დაიკმაყოფილე. აი ეს მდგომარეობა არის. რძის პროდუქტები ანალოგიურად ყველაფერს ამზადებენ, რაც საქართველოში მზადდება ფხვნილზე, პასტა შემოდის ირანიდან. იქიდან როგორ გითხრათ, შემადგენლობა მისი ისეთია რომ პასტა ქვია, რძის პასტა ქვია, კიდე რაღაც სპეციალური რაღაცა არის, მულიაჟი არის სპეციალური, შემოდის და იქიდან აკეთებენ. ეს ხაჭაპურები რო იყიდება ქუჩაში, იქ და იქ. იმ ხაჭაპურის ჭამას აზრი არა აქვს. ის არის ჩათვალე სატყუ არა. გონია რომ შიმშილობა დაიკმაყოფილე. ამიტომ ჩვენი კვების პროდუქტები უხარისხობით და ისეთი წარმომავლობით ამ შემთხვევაში გულისხმობ რძის ფხვნილს მაგალითად, გაყინულ ხორცს, საფურაჟე ხორბალს. ჩათვალეთ რომ ჩვენ ეს არ არის შემოდის დაუშვათ თევზით შემოაქვს თევზით შემოდის ჩვენ ვართ საზღვაო ქვეყანა რომელსაც არც საზღვაო გემები არ გაგვაჩნია ჩვენი მეზღვაურები ათასობით სხვა გემებზე დადიან და მუშაობენ და დასურავენ თვეების განმავლობაში უცხოეთში ჩვენ მთელი ჩვენი ის რაც შეგვიძლია რომ მოვიპოვოთ ზღვაში გადაცემული გვაქვს ლიცენზიის სახით თურქულ კომპანიებზე ჩვენ ამის თავით არ გაგვაჩნია რომ ჩვენი მეზღვაურები საქართველოში დავტოვოთ და ჩვენი მეთევზეობა განმოვითაროთ აქ არის მხოლოდ კუსტარულ დონეზე წარმოების ელემენტები, ისიც როგორ გითხრათ, რა ისიც დაბალ დონეზეა დასული. იმ ხარისხის კონტროლის შეფასება შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ რომ რა შემოდის და რას ვიღებ ჩვენ საჭმელს, იმის კონტროლიც კი არ ხდება.
აი ეს არის ამას ქვია თავისუფალი ეკონომიკა. ჩვენ პრობლემა მარტო იმაში კარგი გვაქვს რომ სულ რომ აი ეხლა წარმოვიდგინოთ ზღაპარი რომ თავრობას კორუფცია არ ეხება ხო ზღაპარზე ვილაპარაკო ცოტა ხანი იყო შეიძლება რომ რაღაცა ბედნიერებას წარმოვიდგინოთ არა არ არიან კორუფციაში ბატონო ბიზნესმენები ძალიან წესიერი ხალხია და ზრუნავენ თავის მოსახლეობაზე მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ დამონებულები აი სამ ტერმინს ვიტყვი ეს არის რეფორმები ტყუილი თავიდან ბოლომდე არანაირი რეფორმა არ ტარდება საქართველოში, მაგრამ რეფორმა ქვია და გატყუილებენ ამით. ეს არის თავისუფალი ეკონომიკა, არანაირი თავისუფლება არა, ესეც ტყუილია და ამით აი ბოლს აუშვებენ ხოლმე რომ ადამიანებს გონება დაუბოლონ და დაუბნელონ და კიდევ ეს არის ეკონომიკის ზრდა, არანაირი ზრდა საქართველოში რეალურ ეკონომიკის არ ხდება. აი ამ სამ ელემენტზე ჩამოკიდებული მთელი ეკონომიკური გუნდი, ეკონომიკის სამინისტროს მეთაურობით, რომლებიც ხან ატყუილებენ, ხან ძალიან კარგად იციან პრემიერ-მინისტრებმა, რომ ეს ნამდვილად ეს არ ხდება, რეფორმა, ინვესტიცია და აი ეს ტერმინოლოგია, თავისუფლება პრაქტიკულად არის 100%-იანი ტყუილი. არც ინვესტიცია არ მიდის საქართველოში, არც რეფორმები არ ტარდება, ტყუილია ის ასაც რეფორმას ეძახიან და არც არანაირი როგორი უნდა იყოს რეფორმა მაგალითად, რასაც ის რეფორმა მაგალითად განათლების რეფორმა ავიღოთ ჩვენ. არა, ნუ განათლებას არა, ნებისმიერ რეფორმას ვთქვათ, ეკონომიკის რეფორმა ავიღოთ, მაგას რეფორმას ხო აკეთებენ და ფასების შემცირების რეფორმა დავარღვათ, რეფორმა რო დაუწოდებიათ, მაგრამ მაინც ესე წარმოუდგენიათ რომ რაღაცას სულიდან. პარლამენტში მიმდინარეობს შეხვედრები ორგანიზაციებთან, დღეს ავერცის ხელმძღვანელმა გამოუცხადა აფთიაქში ფასები ვერ დაიწევა. პეტრე გამოუცხადა და ვერც ვერაფერს ვერ აუბნებია. და ის ხოთ შორის წამლებზე მინდა გკითხოთ. არის ეროვნული წარმოებაც, ხო, საქართველოში წარმოება და რამდენად ხარისხიანია ის? არ აკონტროლებს არავინ, ხალბატონო ნინო. ვინაა მაგის გამკონტროლებელი? ხორბალს არ აკონტროლებენ, ხორცს არ აკონტროლებენ, წამალს არ აკონტროლებენ, ვინ ყავს? ცოტნე ხალხის აღარ აკავს საქართველოში. ეს ინსტიტუტები რო გააუქმა წინა ხელისუფლებამ და ახალმა ხელისუფლებამ რო არ აღადგინა არც ერთი ინსტიტუტი, გინა მედიცინის მიმართულებით და გინა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რო ზოოვეტერინარული ინსტიტუტი რო გააუქმეს და დაანგრიეს, ვეტერინარი შენად არ აკავს. იმის ცოტნეს აღარ რჩება აღარავინ. ჩვენ მიცით დიდი ადამიანები, რომლებიც მიდიან ამ ცხოვრებიდან, ჩვენ მეგობრობდით პაატაკო ღვაშულთან, დიდ კაცთან, აღარ აკობს ეს ხალხი. მან რაც მასწავლა, იმის 15% ვიცი, მეტი კი არ ვიცი გასო. მე ვერ შევედრები პაატაკო ღვაშულს. ასეთი ადამიანები არიან ნიადაგწოდნეები, ასეთი არიან ვეტერინარები, ასეთი არიან დიდი ადამიანები და აღარ ზალა აღარ აქვს ახალგაზრდობა, ვინ ცოცხალია, ახალგაზრდობას გადასცენ თავიანთი ცოდნა. ამის ორგანიზაციული ინსტიტუტებიც აღარ არსებობს. ეს ყველაფერი მოშლილია და ამაზე არავინ არ ფიქრობს. რომელი რაზე ვლაპარაკობთ? ვეტერინარული ინსტიტუტი გააუქმეს, მე არ ვიცოდი მაგას. ზოოვეტი გაუქმებულია, კაცო, ვეტერინარია იქ იყო. ზოოვეტი მთლიანად გააუქმა ნაციონალურ მოძრაობა, აღარ არსებობს ზოოვეტი აღარ არსებობს. და აბა ეს ამდენი სად არის არ აკობს ჩვენ ვიღაცამ საქონელსო სოფელშიან რაიონში მოუაროს საძებნელი ყავს სანთლით გასო. სად არის ცოტნები აღარ აკავს. რომელი რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ჩვენ უნდა გქონდეს საუკეთესო ხორცი, საუკეთესო რძე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმდიდრესი ქვეყანა ამ სუბალპური და ალპური ზონების საზოვრებით რა. განადგურებულია საზოვრები კიდე ცალკე. დაყიდეს, მიყიდეს, არც იმად არ აინტერესებს მეცხოველეობა, იმიტომ გაყიდული კაპიკებში რომ მე ვიღაცაზე გადაყიდო, უცხოელები შემოუშვა. რაღაცა ბოდვის დონეზე არის ეკონომიკის მართვა საქართველოში. რომელ ფასების შემცირებაზეა ლაპარაკი? რას ეს კომისია ჩაერთო 15% ფასები გაზრდილია ყველაფერზე. გაიზარდა ფასები. რომელ შემცირებაზეა ლაპარაკი? სამწუხაროდ ამასინათ მოსკოვში ვესაუბრე და აი ეს ფასები ვკითხე რა მდგომარეობაა მოსკოვში. მე არ ვამბობ მოსკოვის გარეთ და მოსკოვის გარდა მოსკოვში ერთი მდგომარეობა. აი სხვა შორის რა მითხრეს იცით რომ აი ჩვენთან რომ ფასები იკლებს ხო არის ჩვეულებრივი ფასი და რაღაც დღეებში გარკვეული პროდუქცია ფასდაკლებით იყიდება ორნაბიტში მაგალითად სპარში მაგალითად იმაზე ნაკლები ფასებია პროდუქტებზე და გადატენილია მთელი მოსკოვი ამ პროდუქტებით რუსეთს დავანებო თავი რუსეთი მაინც ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოა და იქ თავიანთი პრობლემა შეიძლება ქონდეთ და მაგას შევეშვათ ევროპაში საუკეთესო ხარისხის პროდუქცია რო ავიღოთ. დიახ. და რო ავიღოთ ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია ევროპაში, აი დაბალი ხარისხის პროდუქციის ფასები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენ რო გონია რომ ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ზუსტად იმაზე. ევროპაში
უფრო იაფია და უფრო ხარისხიანია პროდუქცია ვიდრე საქართველოში. ეს კატასტროფაა. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი არაფერი არ გაგვაჩნია. რაც არ უნდა შემოდიოდეს სამჯეროდ ხშირ უფრო ზვირია. ეს კომისიას განიხილეს პარლამენტში და ამას კიდევ ბევრი ადამიანი ვინც ევროპაში ცხოვრობს ვიდეო კადრებს იღებენ და ადარებენ ზეთს მაგალითად იქ რა ფასია და საქართველოში რა ფასია. საქართველოში არის უარგისი ზეთი რომელიც შემოდის. გადასაყრელი როა რუსეთში ზეთი საქართველოში შემოდის და ევროპაში საუკეთესო ზეთი რო არის ის უფრო იაფია ვიდრე ეს უარგისი ზეთი შემოსული საქართველოში. ჩვენ კატასტროფაში ვცხოვრობთ. ამას პატრონი არ ყავს. და ეს საუბრები რომელებიც მიდის რომ ზრდა გვაქვს არაფერი ზრდა არ გვაქვს თქვენ გჭირდებათ მთავრობას მიმართოთ ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ პირველ რიგში როგორც ქონდა პრემიერ-მინისტრის ხათაშორის რამოდენიმე გამოსვლა ის ცდილობს რომ სიმართლე აღმოაჩინოს თორსა შეხვდება დებატები რო ქვია იმ რაღაც საუბრები მიდის ცდილობს რომ რაღაც დებატებიდან გამოიტანოს და დაანახოს საზოგადოებას და მართლაც ხანდახან მჯერა რომ უნდა რომ სიმართლე თქვას რომ პრობლემა იყო და მოდი ეს ესეთ საუბარ შედის როცა ასეთი მცდელობა გააქვს პრემიერ-მინისტრის მიმართ ამ შემთხვევაში ბატონო ირაკლი თქვენ უნდა იცოდეთ რომ გააქვთ თლიანად დამახინჯებული სურათი ეკონომიკიდან სტატისტიკიდან სოფლის მეურნეობიდან თქვენ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია პირდაპირ გეუბნებით რა გამოდით და თქვით რომ ყურძენი რომელიც მიიღეთ იქიდან ღვინო არ დგება 220 მილიონი გადაეხადა სახელმწიფომ ტყუილა თამაში ყველაფერში იმიტომ რომ კახელები არა ჯანყდნენ და ამას არ მიადგენ ამას ჭირდება 5 წლიანი პროგრამა რა სოფლის მეურნეობის სამისლომ დაიწყო იქ დარგობრივი შეხვედრები აქვს იქ კიდევ სამი ხარისხის ყურძენი გამოყოს ერთი მეორეს განმავლობაში სხვადასხვა ფასი გადაეხადო მაინც არ შეამცირებს პრობლემას ერთი ნაბიჯია კარგი ნაბიჯია მაგრამ კიდევ 9 ნაბიჯია გადასადგმელი 5 წლიანი პროგრამაა საჭირო რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს მე ვენახეობაში ეს პროგრამაა დასაწერი დაანებეთ ამ ზრდაზე ლაპარაკს თავის და არ გაქვთ ეს ყველა ვარიანტში მოიტანს დიდ უკმაყოფილებას ადამიანებში იგივე ხორბალში საქართველოში ხორბალი არ მოდის იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ როცა მე მუშაობდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქ შექმნილი იყო ჯიშთა გამოცდები საქართველოს აღმოსავლეთში და სამხრეთში მთლიანად გაანადგურეს ეს ყველაფერი არანაირ ჯიშთა გამოცდა იქ არ მიმდინარეობს ხოლმე რამოდენიმე ჯიშზე რაღაცა წვალობს სამეცნიერო კვლევით ცენტრში ერთი ორი მეცნიერი სისტემა მოშლილია კანონი არ მოქმედებს რა თესლს იყენებენ ხორბლისთვის არავინ მაგის მაკონტროლებელი არ არის ამიტომაც სომხეთი გჯობია ჩვენ ქვაღორღიანი ქვეყანა აწარმოებს თავისი მოხმარების 50%. აზერბაიჯანი ნახევარ უდაბნო ნიადაგიანი ქვეყანა აწარმოებს 80% თავის ხორბლის წარმოებაში. ჩვენ სასულსათო ხორბალს ვაწარმოებთ მარტო 5%. რო გამობრძანდებიან და ლაპარაკობენ რომ ჩვენ აღიარესობ სოფლიოში რომ ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო და ამ გადასცემებს რო აწყობენ. ეს ყველაფერი ლოზუნგებია, რომ საუკეთესო ღვინო გვაქვს. საუკეთესო ღვინო გვაქვს, ხორბალის სამშობლო ჩვენ ვართ, მაგრამ ამას წარმოება ჭირდება. წარმოება ჭირდება გონების გამოძრავება ეკონომიკის სამინისტროში მონგრეულია ყველაფერი ეკონომიკა თავისუფალი არ არის ეს არის მთლიან დამოკიდებული დამონებული ეკონომიკა ხალხის უმძიმეს ვიზია დამოკიდებული ეკონომიკა ან რაზეა დამოკიდებულია აბსოლუტურ მონოპოლიზაციაზე იმიტომ რომ ჩვენ იმპორტს ვეღარ ვეწინააღმდეგებით იმიტომ რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ზეობის პირობებში იქ ბენდუქიტის რეფორმები რო ქვია მოიშალა მთლიანად საზღვრები საქართველოსი ვტო-ში ყველაზე დაბალი გადასახადებზე ჩვენ მოვაწერეთ ხელი და პრაქტიკულად მონგრეულია ჩვენი კი მაგრამ ეს იყო 15 წლის წინ დაახლოებით არაფერი არ გაუგებესია 15 წლის განმავლობაში აი თქვენს თქვით რომ მე ხანდახან მჯერა ირაკლი ყობაყიძეს მე თუ მეპარება მე მჯერა რაში მჯერა ნახეთ რომ ის ადამიანი ცდილობს რომ იყოს როგორ ვთქვა სიმართლე აღმოაჩინოს პრობლემაში. ხო და ეგ არ მჯერა, იცით რატო? იმიტომ რომ იმდენი კითხვის ნიშანია, თუ მე არც პრემიერ-მინისტრი ვარ, არაფერი, ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ, ხო? და მიჩნდება კითხვები, თუ საქართველოს მოქალაქეებს კითხვები უჩნდება. ეხლა უნდა აღმოაჩინოს სიმართლე. მიწების გაყიდვასი არ იყოს ერთ-ერთი აი ესეთი დებატების დროს არ ხდება გაყიდვა. ხო, მე არ ვიციო, როგორ არ იცი, როცა აღარ არის საქართველოს მიწების ბატონო ირაკლი თქვენ რომ გეუბნებია რომ აღარ ხდება მიწების გაყიდვა რომ სასოფლო სამეურნეო მიწა აღარ იყიდება ამასობაში რა ხდება ალბათ თქვენ გეცოდინებათ ხდება ის რომ სასოფლო სამეურნეო მიწას კატეგორიას უსვლიან კანონმდებლობის დარღვევით კონსტიტუციაზე მხვრელებით ფალსიფიკაციით ამიტომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია ამ შემთხვევაში კატეგორიის ცვლილება ხდება და ისე იყიდება სოფლელს რომელსაც აქვს თავისი მიწა სადაც მას საქონელი ყავს და იმას ართმევენ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს კაცო ვაჟა ოთარაშვილთან და სასამართლოში ნამყოფი ვარ და ვიცი ეკონომიკის სამინისტრო ქონების ეროვნული მართვის ეროვნული სააგენტო და კიდევ იურისტები ვინც არიან საქართველოს მიწების გაყიდვას ემხრობიან და ებრძვიან ქვემოჭალის სოფლის მაცხოვრებლებს რომ ეს ოქო ინვესტიცია უნდა გაკეთდეს ამიტომ ტყუილია სასოფლო სამეურნეო მიწა არ იყიდება
მაგრამ ხდება შემდეგი კატეგორიას უცვლიან, ხდება არასასოფლო სამეურნეო იმას ყიდიან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როცა კონსტიტუციაში თქვენ შეიტანეთ ცვლილება და ეს იყო დიდი ნაბიჯი იყო, როდესაც ეს განხორციელდა ეს ცვლილება კონსტიტუციაში, მაგრამ მას შემდეგ ყველა მინისტრი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის ყველანი არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისაცემი. თავიანთი პირველ მოადგილეებიანად ზოგიერთი ახლა რომ მუშაობს კიდევ ამ სამინისტროებში. ეს არის უმძიმესი დანაშაული ქართველების წინააღმდეგ. ჩვენ ამ საკითხს არ ავრევთ იმ არაბულ ქალაქებთან. ის სხვა რამეა, სხვა პრობლემაა და სხვა საკითხია. თქვენ ამას უნდა უკავშირებთ ერთი მეორეს არაბიზაციას. არაბიზაციაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ რომ სულ რომ ქართული თუმცა არაბიზაცია ცირული პრობლემაა და პრობლემაა. ხო, პრობლემაა, მაგრამ ის სხვა თემაა. მე ამბობ აირიოს ერთი მეორეში. სულ რომ უცხოელმა არ იყიდოს სოფლის მიწა და იყიდოს ქართველმა, თბილისელმა, თუნდაც იმ სოფლის მაცხოვრებელმა იყიდოს მთელი სოფლის 1000 ჰექტარი, რომელიც სოფელს გააჩნია. ეგეც დანაშაულია. იმიტომ რომ ის ადამიანი ხდება ჯერ მოურავი, აზნაური, თავადი და ფეოდალი საბოლოო ჯამში პლანტატორი ხდება იქა. იმ სოფლის მაცხოვრებელი რო იყოს საქართველოს მოქალაქე, არც მას არ უნდა ქონდეს უფლება რომ ის მიწა სოფელს წაართვას და თავის ხელში ჩაიგდოს. ეს სოფლის მიწა თქვენ ნუ გონიათ მარტო წინაპრების სასაფლაოები. სოფლის მიწაზე როცა ლაპარაკი, ეს არის იგივე, რაც გააკეთეს 90-იან წლებში შევარდნაძის მთავრობის დროს და შემდეგ სააკაშვილის მთავრობის დროს, როდესაც ქარხნები დაშალეს, დაზგები და ყველაფერი გაყიდეს უცხოელებზე. მიწა ეს არის წარმოების ძირითადი საშუალება. ეს არის იგივე ჩარხი და როგორც ქარხანაში ჩარხი წარმოგიდგენიათ. მიწა აწარმოებს პროდუქტს და როცა შენ ამას გადასცემ სხვა ადამიანს, რომელსაც რაც მუშაობა აინტერესებს, უბრალოდ უნდა ქონება კონდეს იაფად ხელში ჩაგდებული, ეს უკვე დანაშაულია. მიწის გაყიდვა ქართულზეც კი დანაშაულია, თუ შენ მას სოფელს წაართვევ. თან όμως პირობას არ გააჩნია. იყიდა, ვინაც აწარმოებს რა. არც არავინ არაფერს არ აწარმოებს. ამიტომ ეს საკითხი ცალკე საკითხია. ეს საკითხი მიჩუმათებულია. ყველას გონია რომ არაბიზაცია ამასთან კავშირშია. სულ რომ ქართველმა იყიდოს ქართული სოფლის მიწა. დანაშაულია. არა, გააჩნია რაოდენობა და რაოდენობაც არა, რა მიწებს იყიდეს, სოფლის სამეურნეო მიწების გაყიდვა არ შეიძლება. სოფლის საკუთარი საკუთრებაში არსებული მიწები 10 წლეულების მანძილზე, სადაც სოფელს მოყავს თავისი პროდუქცია, აძევებს თავის საქონელს, იმას ართმევენ სოფელს და აძლევენ სხვას. ქართველიც რომ იყოს, უცხოელს აღარ ვლაპარაკობ. უცხოელი რომ იყიდეს ეგ სოფელს რო აშენებს, ეს პირდაპირ დასახვრეტები არიან ეგ ადამიანები, ვინც ამას აკეთებს. მე ვლაპარაკობ წარმოებაზე. ამ შემთხვევაში სოფელს ეკარგება არსებობის აზრი, სოფელი იცლება და საქართველოს იცლება. აი ეს არის მოცემულობა რაც ხდება საქართველოში. ხო და აი ბატონო დავით ხა თქვენ ამბობთ. მე დავიჯერო რომ ირაკლი კობახიძემ ეს არ იცის და თუ არ იცის, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეხა მე რა თუ არ იცის, ესეც ხო დანაშაულია. მას ჰქონდა მსელობა მე მე ვიცი და ირაკლი კობახიძემ არ იცის. კობახიძემ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. არ დავიჯერებ. მაგრამ მას სამწუხაროდ არ ყოფნის ჯერჯერობით, მაგალითად ნარკოტიკების წინააღმდეგ იბრძვიან, ყოფნით გამგედაობა. გოღობნით გამბედაობა ბატონო და ეს შენი ევროპარლამენტი და ეს დიპ სტეიტი და ყველაფერი ხაზი გადაუსვეს წელი ხაზი გაუსვეს. კაცო ამდენი შეგიძლია ბოლოს და ბოლოს ეს პატარა საქმე კი არ არის და ეწინააღმდეგები და არაფერს აღარ ემორჩილები აღარ უჯერებ. პატარა საქმე კი არ არის. მაგრამ როცა ეს შეგიძლია და მეორე ხელით კაცო განათლება შენ არ აგაგ და საჭმელი შენი არ აგაგ. რატომ არ ბედავ აქ იმას რაც გაბედული გაქვს უფრო რთულ საკითხებში. იმიტომ რომ ცოდნა თაურობაში ცოდნა მხედველობაში მაღავს სამინისტროები და მთელი შემადგენლობა დაცლილია. მათ ვერ წარმოუდგენიათ. ეს არის მოდასაყოლილი თავისუფალი ეკონომიკის ამ ზღაპრებს გამოდებული ადამიანების აზროვნება. ჩვენ საზღვარი მორღვეულია. პასუხისგებელი ვინ არის? პასუხისგებელი არის ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება. დღეს ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა. პასუხისგებელი არის პრემიერ-მინისტრი ხალბატონო ნინო. ვინ არის კაცო? ხო და პასუხისგებელი მე რაში მაინტერესებს როგორც მოქალაქეს იცის თუ არ იცის. არსებობს ხო ეს თუ არ იცის ისი დანაშაულია ბატონო დავით. ხო და ამიტომ ჩვენ თქვენი გადაცემით როგორ თქვა ვაცნობებთ მას რომ ყურძენი არ გაზრდილა, ის ყურძენი არ არის საღვინე ყურძენი, არც საჭმლის ყურძენი არ არის. იქიდან სპიტის აღარ გამოვაწოდა ხანში. ის არის ჩათვალეთ 220 მილიონი გადახდილია იმაში, საიდანაც არაფერი აღარ გამოდის. უნდა გადაყარონ პირდაპირ. ერთი რამ მინდა კითხოთ. 220 მილიონი რა თქმა უნდა ბიუჯეტიდან გადაიხადა. რა თქმა უნდა, ვინ გადაიხდიდა? აი რა მაინტერესებს იცით?
და მე ძალიან მიხარია გულშემატკივარი ვარ ქართული სპორტის და ქართული სპორტსმენების ბუნებრივია ხა რა თქმა უნდა და ბავშვობიდან მიყვარს ფიგურული სრიალები და ძალიან გახარებული ვიყავი რომ ესე იგი ჩემპიონები გვყავს მაგრამ მე იცით რამ გამოვოგნა აი ამ სოციალურად დაუცველ საქართველოში ამდენი ბავშვი ამდენი მოხუცი პენსიონერი რომელიც სიღარიბის მე არ ვიცი ხა მეტი სიღარიბე რა არის ხა შიმშილისგან თუ დაიხოცებიან არ ვიცი შენ რომ აი საიდან უხდიან მაგალითად მილიონი გადასცა ირაკლი კობახიძემ ამ სპორტსმენებს ეს ფული ბიძინა-ივანიშვილმა ჯიბით თავისი ჯიბიდან გადაიხადა თუ ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხადა ეს ფული ხო და ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება ამის ფუფუნება არ გვაქვს როცა ბავშვები მშივრები წამლები არ აქვს პენსიონერმა ან უნდა რაღაცა პური ჭამოს ან წამალი იყიდოს არ უნდა გათվეს ტელევიზორი არ უნდა ქონდეს აი ამიხსენით ეხა ამის ფუფუნება საქართველოს თუ სპორტზეა ლაპარაკი და არ გააჩნია თუ სპორტზეა ლაპარაკი და საუბრობთ იმაზე რომ გასცემენ ამხელა პრიზებს მაშინ მთავრობა ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს ბავშვების ფიზკულტურა და სპორტი უფასოდ უნდა იყოს ყველასთვის. ყველა სპორტი ძალიან ძვირია. ფეხბურთი გინდა, ცურვა გინდა, სადაც არ უნდა მიიყვანო, უზარმაზარი თანხებია გადასახდელი. ყველგან. უფასო არაფერი აღარ არის. ბავშვები როგორ ისწავლიან სპორტს, თუ მათ ძვირი ექნებათ გადასახდელი სასწავლებლად. როგორ ისწავლიან აბა? ხო და ამაში ფულის დახარჯვა უფრო არ ჯობს, ვიდრე როგორ არ ჯობს? დავიჯერო 500.000 მე 200.000 რომ მიეცა, მაგრამ მით უმეტეს როდესაც ესეთი გაჭირება, ეხლა ეს ხუთი თეთრი პენსიონერებს როგორ დაარტყავთ, ხო წარმოგიდგენიათ. რამე ის მაინც გაეკეთებინათ, რომ აი პენსიონერი იმათთვის მაგალითად არ შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო ეს ხუთი თეთრის მოწმე. აი მიზეზი რა ბრძანა მთავრობამ რომ ჩვენო იმიტომ ზრდითო ხუთი თეთრითო ელექტროენერგიის საფასურსო, რომ მოხმარება გაიზარდაო. თქვათ მოხმარება გაიზარდა. გვანახეთ, სად გაიზარდა მოხმარება? ჩემ ოჯახს მეტი არ მოუხმარია. რასაც იხმარდა წლების განმავლობაში, იმაზე მეტი მით უმეტეს ზაფხულში არ გაიზრდება, ზამთარში კიდე რა ზამთარში ხდება, იმდენივე იხარჯება ყოველთვის რა. ჩვენ არ მოგვიმატებია მოხმარება. უფრო ნაკლები, მე ნაკლები მეხარჯე. ხო, უფრო კიდევ ნაკლები შეიძლება გამოიყენო. პენსიონერებს ხო მით უმეტეს არ გაუზრდიათ არაფერი. კაცო, ვისაც არ გაუზრდია მოხმარება, იმათ ფასი ატოესდებათ, კაცო. ვის გაზარდა მოხმარება, ესე იგი, სჭირდება რომ მოიხმარენ არა, მოგებას ნახულობენ, რაღაცას ხედავენ. იმათ გაუზარდა ეს ფასი, კაცო. გაუზარდე 15 თეთრით მაგალითად, ვინც გაზარდა მოხმარება. თუ ბიტკოინებს აწარმოებენ, იმათ გაუზარდე ეს ფული. თუ საწარმოებს გაიზარდა, საწარმოებს გაუზარდე გადასახდელი. პენსიონერებმა და მოსახლეობამ რა დავაშავეთ, ვერ გავიგერო, ჩვენი მრავალშვილიანმა ოჯახებმა, პენსიონერებმა. აი ეს ყველაფერი ხო დაარტყავს მათ ჯიბეს და მე წარმოიდგინეთ პური რომელიც საშინლად უხარისხოა. ესე იგი 3 ლარი უნდა გადაიხადო, ცოტა ოდნავ ხარისხიანი პური რო აჭამო ბავშვებს. ამის ფუფუნება დღეს ქართულ ოჯახებში უმრავლესობაში არ არის, ხო? დღეს სოციალურ ქსელში იყო ერთი ქალბატონი აჩვენებს დიეტურ ჭვავის პურს. და მე უკან წაიკითხა იმავე შესაფუძზე რაც წერია, ის წაიკითხა. ჭვავი იმაში არ არის. დიეტური არ არის. ცილები გამოცლილი აქვს, თეთრი პურია და შეღებილია. აი ეს არის რეალური. აი ამას პატრონი არ უნდა. არ ყავს პატრონი. თავისუფალია ბაზარი. ამა თავისუფალი ბაზარი გონიათ რომ რაც შენ გინდა ის უნდა აწარმოო და რაც შენ გინდა ის უნდა მიყიდო ადამიანებს. ადამიანი ბენდუკიძე ამბობდა ამას თვითონ მომხმარებელმა გაარკვიოსო რო აშენდება корпуსიო იქო როგორი ხარისხის არის არმატურაო და ბეტონიო. როგორ უნდა გაარკვიოს ყიდულმა რა რომ არმატურა როგორია და ბეტონი და მე გადაწყვეტს თუ არ უნდა იყიდოს. ხო იცით მიცვალებულზეა. მიცვალებულია შუაშია. ეხლა იგივე რო ითქვას დაუშვათ მარქსზე რო ვილაპარაკოთ რა. შათვალეთ ბენდუკიძე მარქსია დღევანდელი საქართველოს ეკონომიკისთვის რა როგორც მარქსზე ლაპარაკობენ მარქსიზმი იყო და ლენინიზმი იყო მაგდონეზია ბენდუკიძიზმი საქართველოში ეკონომიკის სამინისტრო ჩათვალეთ იმათ დღემდე ალბათ იმაზე მეტი ჭკვიანი ადამიანი ვერ წარმოუდგენია თუმცა მარქსის კაპიტალი ძალიან საინტერესო საგანია ხო და ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან საინტერესოა ბენდუკიძის ეკონომიკა ხო ბენდუკიძე მარქს ვერ შევადარო ცოდოა მარქსი იმიტომ რომ შედარებაც არ არის არ ვიცი მე აი გამოსავალი რაშია გამოსავალი არის შემდეგში პრობლემა არის ზოგადად დავინახოთ ასეთი ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ ფრაგმენტებზე ნახეთ რა ხდება საქართველოს წარმოების უნარ დაკარგული აქვს იმიტომ რომ ვტო-ში შესვლით და უცხოეთის ქვეყნებთან თავისუფალი რომ ქვია თავისუფალი იმათვისაა და ჩვენთვის მონური ხელშეკრულებებია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რო არის იმ ხელშეკრულებებით ჩვენ შანსი არ გაგვაჩნია იმისა რომ აქ წარმოება გაუზადოთ რამენაირად არ გაგვაჩნია შანსი ჩვენი ყველა დამცავი მექანიზმი ნოლზეა დაყვანილი
პრაქტიკულად რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ უნდა აჩუქო ფული და წარმოება განავითარო, ის წარმოება მაინც გაკოტრდება. იმპორტი ანგრევს ადგილობრივ წარმოებას. ეს პირველი პრობლემა. აქ ასაკეთებელი რა არის? ან უნდა გამოხვიდე WTO-დან, რაც მე ვარ მხრივ სიგიჟე არის, მაგრამ ან უნდა დაიცვა WTO-ს კანონმდებლობით ჩენი ბაზარი, ამის საშუალება მცირედი, მაგრამ არსებობს. მეორე, ყველა ქვეყანას დაუყენო საკითხი, იყოს თანაბარი პირობები, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ თქვენთან, ეს იყო ჩვენი შეცდომაში შეყვანა და ჩვენ ამას აღარ ვეთანხმებით. WTO აღარც არსებობს, ამერიკამ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული პრაქტიკულად გააუქმა მაგ WTO-ს შინაარსი. ჩვენ WTO-ს მივდევთ ისე, WTO კაი გონია. ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია WTO რომ ვინც არის ის რომ გაიგოს. პირველი პრობლემა არის ეს. WTO-ს წესების შეცვლა და ხელშეკრულებების თავიდან დადება ქვეყნებთან. რატომ ვერ აკეთებს? აი ნახეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ხელისუფლება დასავლეთს უპირისპირდება, გაბედა, გააკეთა. აქ რაშია საქმე? რატომ ვერ ბედავს? ხაფანგში შეგვყარეს. ამაზროვნებამ ხაფანგში შეგვყარა ტყუილის მონება და ვართ ქსეულები ხელისუფლებას და ჩვენს. აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. 100%-დან მაგრამ შესაძლებელია. შესაძლებელი არის 13 წელს ქალბატონიანი, როცა მე იქ ვიყავი. ოდესაც დაიძრა ფქვილი საქართველოსკენ, დაიძრა კვერცხი. გახსოვს, ოცნება ახალი მოსული არის რა. და სასწრაფოდ ვთხოვე, ბატონი ვალერი ქათამაძე იყო, ვინც WTO-ში მუშაობდა, შვეიცარიაში ცხოვრობდა, ეს ადამიანი ყველაზე კაი სპეციალისტი იყო. ამ ნაწილში ჩამოვიდა, 2 კანონი დაგვიწერა, რომ WTO 3 კანონი პროსპერად, რომ 3 კანონი ჩვენ თავი დაგვეცვა აი ამ წარმოებების გადაგვერჩინა იმპორტისაგან. და მე დავწერეთ არ მიიღო და ეს ყველაფერი წყალშია გადაყრილი. ვინ არ მიიღო? ვინ არ მიიღო და მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო კვირიკაშვილი, მე გახდა პრემიერ-მინისტრი და მე ვითომ მიიღეს და არავინ მაგას არ იცავს. ეს პირველი პრობლემა. ქვეყნებთან ხელშეკრულებები გადასახედია. ეს მეორე პრობლემა. ესე იგი შენი მწარმოებლები არიან დაუცველები. ახლა ვინ დაპარაკოთ მწარმოებლები და აქ ვინც მშრომელები ვინც აქვს საქართველოში. მწარმოებლები უწევენ უსასტიკეს ექსპლუატაციას ქართულ მუშახელს, მეცნიერებს, ვინც აქ სამსახურშია დასაქმებული. ეს კიდევ მეორე ტალღა უბედურებისა. ქართულმა წარმოებამ რო გაუძლოს იმ იმპორტის და ვითომ ინვესტიციების დაწმას. წარმოება რაც გვაქვს, მაღაზიები ვთქვა და აფსიაქები ვთქვა, ამაზე ვლაპარაკობ და სავანტყოფოები, წარმოება რაც კიდე არსებობს, მცირეოდენი. ისინი უკვე იძულებული ხდებიან, რომ შრომელების ხარჯზე უმძიმესი ექსპლუატაციის პირობებში ეს ადამიანები მცირე ხელფასებით ამუშაონ 15 საათი, 14 საათი, 13 საათი, პატარა ფული მისცენ და ამ დონეზეა დასული. ესე იგი წარმოება, რასაც ქვია პირობითაც, აქ შემთხვევაში ყველას გულისხმობ, ვაჭრობასაც და ყველაფერს გულისხმობ რა. ვერ უძლებს დარტყმას იმპორტიორებისგან და თავის მხრივ წარმოებლები ამსე დღეში აგდებენ აქ მშრომელებს. აფთიაქის მე აფთიაქში ვინც მუშაობს, ეთი კითხეთ რამდენია ხელფასი. თქვენ ნახეთ სახელმწიფო დაწესებულებებში სკოლის მასწავლებლები რა დღეში არიან, თქვენ ნახეთ მუზეუმის თანამშრომლები რა დღეში არიან, თქვენ ნახეთ სკოლები რა მდგომარეობაში არის. ის რომ ადრე 1500 ლარი რო ხელფასი იყო, დღეს ის კითხეთ მე-13 დღაა დარჩენილი იმის ძალისა, სყიდვის უნარისა. ესე იგი ერთი ტალღა იმპორტი უცხოელები ანადგურებენ ადგილობრივს და ადგილობრივი აწვევიან ბოლომდე ამ ჩვენ მოსახლეობას, რომლებიც იძულებული არიან რომ ბოლოს აქედან გაიქცნენ და თავი გადაერჩინონ. იმპორტული ხო ძვირია, მაგრამ ადგილობრივი წარმოების მაგალითად პამიდორი ის ორმაგად ძვირია. და რაც ორმაგად ძვირია და ნახეთ როგორ არის ჩვენი პამიდორის წარმოება ძალიან ფრაგმენტულია, ძალიან ცოტაა. ის იმპორტზეა პამიდორი გადასული. ვინ შეუშვა? ყველაფერი, ვაშილი იმპორტულია, ცხალი იმპორტულია, ნიორი იმპორტულია, წვანილი იმპორტულია, უკვე თქვენ რა გონიათ აქ რამე იწარმოება? კაკალი ნუშის ბაღები რო გაშენდა, ნუშზე რო იყო დიდი ამბავი მაგალითად რა და ხალხმა ბევრი ფული ჩადო ამაში. ის ნუშიც კი იმპორტული იყიდება საქართველოში, იმიტომ რომ ირანი რო ბევრს აწარმოებს საქართველოს ბაზარს ანადგურებს, ის უნდა იყოს აკრძალული ნუში შემოდანა საქართველოს აკრძალული უნდა იყოს. პირდაპირ. ან უნდა იყოს იმხელა გადასახადი, რომ ვეღარ შემოიტანოს. ის ბაღებიც, ხეხილის ბაღებიც, რაც გაშენდა, რაც გაკეთდა, მე მინდა ვიმართო პრემიერ-მინისტრს. ბატონო ირაკლი, უმარტივესია. დაავალეთ ეკონომიკის სამინისტროს, წარმოადგინოს სია ყველა ორგანიზაციისა, რომელმაც IAPI სესხი მიიღო სახელმწიფოსგან ბოლო 12 წელიწადში. შემდეგ ამ სიაში უნდა იყოს შემდეგი მუხლები: ორგანიზაცია, ყოველთვის მიხედვით 3 დეკლარაცია, საშემოსავლო რამდენი კაცი დაასაქმა, შემდეგ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, რამდენი გაყიდა საქართველოში, ექსპორტის დეკლარაცია, რამდენი წავიდა უცხოეთში. თქვენ ნახავთ, რომ შეიძლება 1 თუ 1 წელი იმუშავეს, შემდეგ ისინი გაკოტრდნენ და სამაგიეროდ 10 წლიანი პერიოდი, როცა ამ შეღავათიან სესხში სახელმწიფო ვალდებულია რომ პროცენტი გადაეხადოს, ეს პროცენტები მიდის 2 მილიარდამდე იქნება, უკვე მილიარდ-ნახევარი მაინც იქნება, რაც კომერციულ ბანკებშია გადახდილი. ის წარმოებების 80% არ მუშაობს.
ფერმები გაშენდა, სათბურები გაშენდა, გაკოტრდნენ, გაჩერებულები არიან. პროცენტებს თავრობა კიდევ იხდის. ეს ყველაფერი გრძელდება. წარმოებას აზრი არა აქვს. გინა იაფი ფული მიეცეს, ურო ფული აჩუქო, აზრი არა აქვს ამას ყველაფერს. დაუცველია ეს ბაზარი, კაცო. საბაზრო ეკონომიკაში მთავარი არის ბაზარი. იმიტომ ქვია საბაზრო ამ ეკონომიკას. შენ თუ ბაზარს საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავ, ჩათვალე რომ წარმოებას აღარ აქვს. ამ დღეშია ჩავარდნილი სახელმწიფო. ამიტომ თხოვეთ შემდეგ რამდენი გადაიხადოს ბიუჯეტში ნახავ და შემდეგ შეადარეთ რამდენს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული ამ ორგანიზაციის პროცენტები რო დაფაროს ბანკებში თქვენ ნახავთ რომ უფრო მეტს იხდის სახელმწიფო ვიდრე ისინი აწარმოებენ და ბიუჯეტში შემოაქვთ თანხები ღირდა ამდენის გაკეთება და გაგრძელება მეორე რამ მინდა აღვნიშნო ალბათ მალე ეს ამაზეც დაიწყება ეხა ამ ხელისუფლებისგან არ გამიკვირდება დიდი ხესების შენებლობაზე რო კიდე ალაპარაკდნენ დიდი ხესების შენებლობაზე რო კიდე ალაპარაკობა თქვა ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთი ისინი ბრძანა ჩვენო დაიქადნა რომ ნამახვან ხეს აღვანდგენთო აი ეს გაზარდეს 5 თეთრე ჩათვალეთ რომ იმაზე არის მიბმული რომ 9 მილიარდი დოლარი არ გადაიხადონ ჯარიმა რომელიც დაგვეწერა რომელსაც პროცენტები ემატება ოღონ ამას გადაურჩნენ ფასები გაზარდეს მოსახლეობას გადმოოდეს ეს გადასახადები 9 მილიარდი დამატებით უნდა ამოვიდეს რომ იქნება ის თურქები ისევ შემოიტყვონ რომ ოღონ თქვენი ჭირმი ააშენეო კიდევ უფრო მძიმე პირო კიდევ ერთი რაღაცა ოდესაც არ ასაჯეროვებენ ხელშეკრულებას იგივე არაბული ხელშეკრულებაზე რატომ არ ასაჯეროვებთ არ გაასაჯეროვებთ ხელშეკრულება ნამახვან ხეზე თავის დროზე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა რატომ ეხლა არ ასაჯეროვებთ თუნდაც კომერციული საიდუმლოა იბომბება ის ნახევარი არაბეთი განადგურებულია ვის აქვს მაგის ინვესტიციების თავიდან გაჩუმებული ახლა ყველაფერი რატომ არ ასაჯეროვებთ გვანახეთ ერთი იმ არაბულ კომპანიას რომ არ ააშენოს ეს ჩვენი სათოყანებელი ქალაქები რა დაეკისრება ვეღარ ააშენებს რა დაეკისრება სად არის იმათი პასუხისმგებლობა? იცით რა ამ სიტუაციაში მე ყოველთვის ორი ადამიანი მომყავს მაგალითად ერთი რა თქმა უნდა ბატონი ზვიად გამსახურდია რომელიც იყო მე-20 საუკუნის უდიდესი ეპოქალური პიროვნება და მან როდის მითხრა რაღაც 90 თუ 99 წელი იყო თუ საქართველო ჩამოეკიდება ტურიზმს ეს შეუძლებელია ეს არ უნდა დავუშვათ იმიტომ რომ ყველა ქართველი ლაქიად გადაიქცევა მისი შეფასება და მეორე ეხლა კიდე ჭირესუფლები ვართ 40 დღე პატრიარქი დავკარგეთ ხომ მივაბარეთ მიწას და მე მაგალითად ეს ანდერძი დამიტოვა და თითოეულ ქართველს რომ წყალი, მდინარე, წყარო და მიწა არ უნდა იყიდებოდეს და ის ამას არ უნდა ყიდეს არც პრეზიდენტი, არც მეფე, არც პატრიარქი და არავინ მითხარით რომელიც სრულდება და ძალიან რო იტირეს და ძალიან რომ მე ხა არავის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ ეს დაგვიტოვა პატრიარქმა რატომ არ ასრულებენ ამას აი ისე პრემიერი ვახსენოთ ბატონი ირაკლი კობახიძის შვილები ნამდვილად როგორ განიცდიდნენ პატრიარქის წასვლას კი ხა გულწრფელად ტიროდნენ რა თქმა უნდა აი ნამდვილად ესე იგი ბატონი ირაკლის შვილები ხო ნამდვილი ქართველებად დაიბადნენ და ნამდვილი ქართველები უნდა იყვნენ მათ რატომ უნდა დახვდეთ მიწები გაყიდული კაცო რატომ უნდა დახვდეთ ეს ყველაფერი ამ სიტუაციაში ბატონ ირაკლის შვილებს მაინც კარგ მდგომარეობაში იქნებიან მე უფრო ნერვიულობ ჩვენს პატარა ბავშვებზე ყველა ტიროდა აბსოლუტურად ბავშვები ტიროდნენ და რა მდგომარეობაში არიან არანორმალური განათლება არანორმალური პირობები არანორმალური ცხოვრება წარმოიდგინეთ მე კომპლექსი ჩნდება უკვე კომპლექსდება ეს ახალგაზრდები და ეს პატარა ბავშვები ძალიან ბევრ სირთულესთან და საერთოდ რა არის იცით პრემიერ-მინისტრობა და ხელისუფლება არა ალბათ დამეთანხმებით მარტო უფლებები არ არის პირველ რიგში ეს არის დიდი ვალდებულება და უდიდესი მოვალეობა და თუ ვერ ასრულებ ეგ არ უნდა იყოს ჩვენი გადასახადი აი რასაც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს არის რაღაცა მცირე იმ უბედურებისგან რაც გჭირს ხო ჩვენ რა ვქნათ ხალხმა რა ქნას გაიხსენეთ თქვენ ზვიად გამსახურდია. დიახ. რომელსაც სულ ვიხსენებ რომელსაც თქვენ დაკავშირებით. იცნობდეთ ძალიან ახლოს. ის თქვენ გიზიარებდათ ბევრ ძვირფას ამბავს. რა თქმა უნდა. და გეუბნებოდათ რა შეიძლებოდა, რა მოხოლოდა. პასუხისმგებელი პრაქტიკულად, ვინ ჩვენ ხელისუფალი ყოლია, იყო მხოლოდ ზვიად გამსახურდია. დანარჩენებმა გასო რაც კი რამე გააჩნდა საქართველოს ყველაფერი გაყიდეს და დაანიავეს რა იმიტომაც დაამხეს ზვიად გამსახურდია რომ აი ეს ნახეთ რა გააკეთა ამერიკამ ქართველის ხელები დაანგრეინა საქართველო და ზვიადს ერჩოდნენ საქართველო დაღუპეს
და იმის მერე წელში ვეღარ გასწორდა. აი, ძალიან ძიმე მოვლენა იყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს რა. თუ კი ვინმე ოცნებას ხარს უჭერდა და ხმას აძლევდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ეხლა მაგას თავი დავანებოთ ტყუილ მართლას და კარგს და ცუდს, ამას არ ვეხები. მე ვლაპარაკობ თვითონ ადამიანების განცდაზე. ოცნების მხარდაჭერას ვლაპარაკობ, მე ამ შემთხვევაში ჩემ თავს არ გულისხმობ, ვლაპარაკობ ადამიანებზე, ვინცაც ვიცნობ და ვინც ხმა მისცა ოცნებას და ვისაც ძალიან მოსწონდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. ის კაცი აღმოჩნდა ციხეში. არ ვამბობ ტყუილი მართალი როგორ არ ვეხები ამას. ვინც საქართველოში ცხოვრობს დღეს? ვისაც ოცნებისთვის ხმა მიუწია მაგალითად რა. იმათ იმედი გააჩნიათ კიდევ, რომ ოცნების დღევანდელი შემადგენლობა პასუხისმგებელი არის რამენაირად საქართველოს მომავლის მიმართ და წინაშე? ისეთი ფაქტები ხდება, რომ პრაქტიკულად პასუხისმგებლობა თლიანად მოხსნილია. აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე, აღარ ვლაპარაკობ აღარავიზე საერთოდ რა. ქვეყანას პასუხისმგებელი ხელმძღვანელი არ ყავს. არანაირი. აი ამაში არის. ხო და ამაზეა საუბარი ზუსტად. და ამის გამოსავალი არის, რომ ჩვენო ვიგრძნოთ ოდნავ მაინც. გინდა ოპოზიციისგანაც და გინდა მთავარი ხელისუფლებიდან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომ გველაპარაკე, როგორც რომ გვაჩვენებ, რომ თვითონ დებატია და გინდა რომ მართალი პოზიციებით ილაპარაკო, ელაპარაკე იმათვისაც უნდა ელაპარაკო. ნუ ელაპარაკები იმათ, ვინც დებატებში გამოსაწვევები არ არიან, კაცო, რა უნდა? იმათ დებატებში. ვერაფერს ვერ წყვეტ. არა, იცით რა არის, მე როგორი შტაბ-ეშტილება მრჩება, სამწუხარო და ამას ძალიან განვიცდი, რომ ხელისუფლება აი ამ ეროვნული და ღირებულებათა თემებით მანიპულირებს. მანიპულაცია მთლიანად. იმიტომ რომ მე მაშინ დავიჯერებდი რომ ეს გულწრფელია, როდესაც დავინახავდი რომ ადამიანზე ზრუნავს ეს ხელისუფლება. ამიტომ საუბარია საჭირო. მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაცია მოსატყუებელი, რაც მოქმედებს. გალბატონო ნინო, აი ახლა გეუბნებით, თქვენ გეუბნებით ამას არაერთხელ მოგისმენიათ ჩემგან. ზოგადად ხო თქვი პრობლემა რა არის? იმპორტის შემოტევა და ჩვენი წარმოება პრაქტიკულად უძლურია მან წინაშე და მთელი ჩვენი შრომელები უძლურები არიან ქართველი მწარმოებლების წინაშე. იმიტომ რომ ეს პრესავს ბოლომდე, ეს დაპრესილი ადამიანები საქართველოსთან გარბიან. ბავშვები აღარ იბადებიან. აი ეს მოცემულობა რო გამოსწორდეს. ერთ დარგზე შემიძლია ვთქვა, ხორბალზე რა გასაკეთებელი. ფქვილი შემოტანა აკრძალეთ, ჯიშთა გამოსვლა აღადგინეთ, რომელიც გაკეთებული იყო და ჩემ დროს ხდებოდა ეს ყველაფერი. წისქვილები ისევ გამართეთ წელში, ხორბალზე გადაიყვანეთ, მანქანებით ხორბალი საქართველოში აღარ შემოატაინოთ, უხარისხო ხორბალი შემოდეს რუსეთიდან, ისევ პორტები დაიტვირთოს, გემები რომ შემოდიოდა საქართველოში. უმაღლესი ხარისხის ხორბალი იყო, წისქვილები უშევდნენ. და საიდან შემოდიოდა? ეს მსოფლიო ბაზარზე ნაკედი რუსული ხორბალი, უკრაინული და ფრანგული და ამერიკული ხორბალი, რაც ზღვაზე იყიდებოდა, ის შემოდიოდა საქართველოში. მაშინდელი ფქვილი ქართული წარმოების უფრო მაღალი ხარისხის იყო და კონტროლდებოდა მაქსიმალურად, ვიდრე დღეს იმპორტზე შემოტანილი ფქვილი. დაიწყეთ პირველი დარგის აღორძინება. 3 ნაბიჯი გითხარით, მეტი არაფერი მაგას ფიქრი არ ჭირდება. ეს მუშაობდა 2018 წლამდე, სანამ ფქვილს არ გაუხსენით თავისუფალი ბაზარი. ეს უბედურება რო ტრიალებს საქართველოში. წისქვილები გაკოტრების წინაშე დააყენეთ. და გაყიდეს წისქვილები. წისქვილები ეს ნაციონალურ მოძრაობამ გადასცა. აზერბაიჯანელებს წაართვა, დაიჭირა ქართველი წისქვილები და ისევ მათ მიიღო. ხო, მაგრამ 15 წლის წინ მოხდა, 15 წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება, დიახ. კი ბატონო, გამიგეთ რა. 15 წლის წინ დაიჭირეს მეწისქვილები ნაციონალურ მოძრაობამ და წისქვილები გადასცეს სხვას უცხოელებს. ოცნებამ გააგრძელა ნაცმოძრაობის პოლიტიკა და ეს დარგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ფქვილი რო შემოუშვა საქართველოში. ფქვილი შემოდის უხარისხო, ის რასაც რუსეთში არ მოიხმანენ, იმას ჩვენ გვიგზავნიან. ხორბალსაც და ფქვილსაც. მაკონტროლებელიც არავინ არ არის ამაში. და ახლა საუბრობ წისქვილზე ჩვენ. წისქვილი უშვებს ქატოს. ადგილობრივი ქატოს წარმოების გარეშე მეცხოველება ვერ განვითარდება. განადგურებულია ჩვენი საძოვრები. ისა კიდევ ქატოს წარმოება და პლუს საძოვრები თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ ადგილობრივი ხორცი აწარმოოთ და ადგილობრივი ბაზარი ჩვენ დავაკმაყოფილოთ და არა უცხოეთიდან შემოტანილმა გაყინულმა ხორცმა და იმაზე რძის ფხვნილზე დამზადებულმა რძის პროდუქტებმა. ორი დარგი გითხარით, გასაკეთებელი რა არის? რატომ არ გველაპარაკებით? ვერ გავიგე, რას ელაპარაკებით ამ გაუგებარ ვითომ ოპოზიციას, დაისვით დებატებში. სამარცხვინოა პირდაპირ რა. ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების გავრცელებას საქართველოში, რა უნდა იმას დებატებზე იქ? რას ლაპარაკობს? როგორ შეიძლება მაგის? ისინი არიან სიცხლის სამართლის ფაქტორზე. ეს მანიპულაცია, ბატონო. მანიპულაცია, რა თქვი მე ჩვენ? ეს ჩაოლებრივი რაღაცა ის რა ქვია, საყურებელი, ხო იცით? სამწუხაროა. დიდი მადლობა, ჩვენი დრო ამეიწურა.
მოკლედ ესე იგი სწორია ჩემი ეს ემოციური დატვირთვა რომ დაამდიმე მდგომარეობა მეც ემოციებში აღმოვჩდი თქვენსავით ხალბატონანინა რა არა ნუ თქვენ საქმეზე ისაუბრეთ იმიტომ რომ პროფესიონალი ხართ ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი ნეტა თქვენც აღმოჩნდეთ აი ეგ დებატები მე ჩვენთან მაგალითად არ მოვა ირაკლი კობახიძე თორე სიამოვნებით დებატებს მოვაწყობდით თქვენ მოგიწვევდით რას ვიზავთ ესეც ისეთ ტელევიზიებში სადაც ნუ კარგი დიდი მადლობა მადლობთ და მაინც იმედიანად ვიყოთ იმიტომ რომ სანამ არსებობს საღი აზრი ესე იგი იმედი უნდა გქონდეს საქართველოს იცავს პატრიარქის ლოცვა იცავს უფალი და ჯერჯერობით ჩვენ კიდევ შანსი გვეძლევა რომ თავი გადავირჩინოთ ღმერთი ამიტომ ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ და გადავიდეთ სულ სხვა პოლიტიკაზე დაანებონ ტყუილს თავი სტატისტიკის მანიპულაციას თავი განათლების ვითომ რეფორმაზე ლაპარაკს თავი და დაიწყო ნამდვილი საქმეები რამოდენიმე გასიკიდია საქართველოში არა პოლიტიკოსები ბატონო ვინც ამის გამკეთებლების არიან და სიმართლის მtkველიც არიან კიდე ვინც იციან ეს საქმე იციან პროფესიონალურ დონეზე ნახავთ კიდე არის 10-15-20 ადამიანი ვინც ამას შეძლებს ღმერთი ნახვამდის დიდი მადლობა ბატონ დავით მე ცოტა ხანში მორიგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით